უკვე მე-10 წელია დიასპორის სახლი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ წარმატებულ ქართველ ემიგრანტებს აჯილდოებს. წლევანდელი დაჯილდოების საიუბილეო ცერემონიალი მალტაზე გაიმართა, სადაც დიასპორის სახლის დამფუძნებელმა ინა ასანიძემ თავი იმ ქართველებს მოუყარა, რომლებიც წლებია საქართველოს და თანამემამულეების მხარდაჭერისთვის მნიშვნელოვან ეროვნულ საქმეებს აკეთებენ. გალა საღამოს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ცნობილი მუსიკოსებიც ეწვივნენ. ღონისძიებას მალტაზე მცხოვრები ემიგრანტებიც დაესწრნენ. ჩვენ ნომინანტები გვყავდა კანადიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, იტალიიდან და ნიდერლანდებიდან. იყო 13 ნომინანტი და ვთვლი, რომ ყველა ღირსეული ერთმანეთზე უკეთესი. იმდენი ღირსეული ქართველი ემიგრანტია გაფანტული მსოფლიოში, რომ ამათი ასე შეკრება, დანახვა და ამათი წარდგენა ერთმანეთისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა არის და კარგია რომ ვიცნობთ ერთმანეთს, კარგია რომ გავიცნობთ კიდევ უამრავ დიასპორის წარმომადგენლობას, იმიტომ რომ საქმე ბევრია ძალიან დაგროვილი, გასაკეთებელი და კარგი იქნება თუ ერთიანად თუ ცალ-ცალკე ამ საქმეს ჩვენ ერთად გავუმკლავდებით. ჩვენ ამ შეგვეგროვა ყველანი აქ საქართველოს სიყვარული. საქართველოზე ფიქრმა და სადაც ვართ შეიძლება შორს ერთი დღე, ესე იგი საქართველოზე ფიქრის გარეშე არ არის ჩვენი და ესეთი ხალხია დღეს აქ მოსული და მეც მიხარია რომ მათთან ერთად ვარ. დიდი მადლობა.